შეგიძლია მანახოს, სად მათე მარკო, ლუკა ან იოანა იძახდნენ, რომ ბიბლია ღმერთისგან მიიღეს. მეორე, შეგიძლია მანახოს, სად მათეს სახარებაში, ან ლუკას სახარებაში, ან მარკოს სახარებაში, ან იოანას სახარებაში, ისინი თქვეს, რომ ღმერთისგან მიიღეს სახარება. არ უთქვიათ. ოკეი. კაია, წარმოიდგინე. აი მაგალითი, წარმოიდგინე მე დავწერე ეგ წიგნი. და დავამ წიგნს, მე არასდროს მითქვია, რომ ჩემი წიგნი არის ღმერთისგან. შენ გონია შენ გაქვს უფლება? რომ თქვა რომ ჩემი წიგნი ღმერთისგანაა, როცა მე არ მითქვია. კიდევ ერთხელ მიხსენე ეგ მაგალითი. მე დავწერე ეს წიგნი და არ მითქვა რომ ეს წიგნი ღმერთისგან არის. კარგი, ოკეი. შენ გონია რომ შენ გაქვს უფლება? რომ ჩემს მერე მოხვიდე და თქვა რომ ჩემი წიგნი არის ღმერთისგან, როცა მე არ მითქვია ეგ. მე მივხვდი შენი არგუმენტი, კარგი. და მე გეტყვი პასუხს კონკრეტულ ამ არგუმენტზე. თუ ეს მოხდა ბიბლიაში, მე ვიტყვი კი ეგ არასწორია. კარგი? თუ წაიკითხო იოანეს სახარებას, ის იძახის რატომ დაწერა. და მიზეზი რომელიც თქვა რომ რატომ დაწერა სახარება, რომ ხალხი იცოდეს ვინ არის იესო. და აქ ნათერად თქვა მიზეზი რატომ დაწერა ეგ წიგნი, მაგრამ არ უთქვა რომ ღმერთისგან მიიღო. მთლიანი ახალი აღთმა არის ღმერთისგან. კაი, გეყოფა მე ახლა იმის თქვა მინდა შენთვის. არის წიგნი რომელიც დაიწერა ვიღაცის ცხოვრებაზე. როგორც ისლამში ჩვენ გვაქვს იბნ ქეთირის წიგნი, რომელმაც დაწერა მაშუა მუჰამედის ცხოვრება. ეს არნიშნავს რომ იმის გამო რომ ლაპარაკობდა მუჰამედზე მშვიდობა მას. ეს ხომ არნიშნავს თუ იბნ ქეთირი ლაპარაკობდა მუჰამედზე ნიშნავს რომ ის წიგნი ღმერთისგანაა. ანუ შენ იძახე რომ იმის გამო რომ იოანე თქვა რომ დაწერა სახარება იმის გამო რომ იცოდე ვინ იყო იესო და რომ ეთქვა შენთვის რომ გადარჩენა არის მასთან ერთად. ეს ხო არნიშნავს რომ მისი დაწერილი წიგნი მიიღო ღმერთისგან. არც უთქვიათ არასდროს. კარგი, იმის გარდა და მე შეგიძლია დაგეხმარო. პავლეს გარდა. პავლემ თქვა რომ ყველა წიგნები არის ღმერთისგან. კარგი? მაგრამ ქრისტიანის სწავლულები გეტყვიან ეს არ ეხება ახალ აღთქმას. როცა პავლე მაგას იძახდა, ის ლაპარაკობდა ძველ აღთქმაზე. კარგი. იმიტომ რომ როცა პავლე ეგ თქვა, მათე, მარკო, ლუკა, იოანეს სახარება არც იყო დაწერილი.